მოგესალმებით მეგობრებო. წყობა ჩვენი მორიგი შეხვედრა მეოთხე სათამაშო ტურის, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ელიდისონი და რედისონი. გაგაცნობთ შემადგენლობებს. ელიგა ილია ბეკურაშვილი პირველი ნომერი, ირაკლი მურუსიძე 7 ნომერი, შაკო მურუსიძე 99 ნომერი, დაჩი ბერაია 5 ნომერი, საბა შალიკაშვილი 28 ნომერი, თორნიკე სხივაძე 11 ნომერი. რაც შეეხება რედისონის გუნდს, გიგი გუგუნავა პირველი ნომერი, ნიკა სილაგაძე 13 ნომერი, რატი კუკვინია 30 ნომერი, ნიკა მისკარიანი 7 ნომერი, ვაჟა არჯევანიძე 8 ნომერი, გუგა გელაძე 59 ნომერი. დღევანდელ მატჩს ჩემთან ერთად ასევე წარუწყება ჩემი კოლეგა ვანო ლომოური. მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან პრინციპული დაპირისპირება არის, აუცილებლად ვახსენოთ და სამწუხაროდ რედისონი თამაშობს დანაკლისით. ტიმი მიქავა არეყოლება დღევანდელ შეხვედრაში. ხო, მის გარეშე გუნდი რა თქმა უნდა ისეთი ვერ იქნება როგორც გვახსოვს, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ელიგას შემადგენლობაში არის დანაკლისები, მაგრამ ამ შემადგენლობითაც ელიგა ძალიან კარგად ართმევს თავს დავალებას. ელიგაში მეკარე საბა შალიკაშვილი თამაშობს ფორვარდად დღეს. ნახოთ რა სიზავს საბა. წინა შეხვედრაში ამ პოზიციაზე თამაშობდა საერთოდ ამ ტურნირში ძალიან ხშირად თამაშობს საბა გარეთ და უკვე რამდენიმე გოლიც გაიტანა 2 თუ 3 თუ არ ვცდები. კი ბატონო, საბა ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ უნივერსალი ფეხბურთელია. კი ბატონო, ყავს ელიგას, რა ძალიან კარგი არის. შეტევაში ირაკლი მურუსიძე, თორნიკე სხივაძე ძალიან კარგი ტრიო არის და ნახოთ. ირაკლიც უნივერსალია, დაცვაში შეუულია თამაში ისე როგორც წინ შუაშიც. კი ბატონო, საკმაოდ საინტერესო თამაში იქნება, ჩემი აზრით. დაიწყო შეხვედრა, დაიწყო რედისონმა. დაუგორის ბურთი ელიგას მოთამაშეებს. ნახოთ როგორ დაიწყებს თამაშს ელიგა. გადაცემა არ გადაცეს გადაცემა, აუძე გადადის ბურთი. ძალიან ცუდი შეცდომა და ვერ იყო დამაჯერებელი დაჩი ბერაია. საბა აზღოლდა და ჩისტა კუთხურია. რედისონი მოაწვის კუთხურს პირველ სამ შეხვედრაში. ჩაწოდება, არგაც კი ერთი კუთხური იქნება. ჩაწოდება, კიდევ ორი კუთხური ჩაიჭრა ეს გადაცემაც. ზედმეტ მესამე კუთხური. ახლა თაბათ თუ შეცვის ტრაექტორას, კიდევ იგივე ტრაექტორით გაგზავნებულ და საბოლოოდ გამოაქვს ელიგას მეთქით. მოთამაშეს ირაკლი მურუსიძე იყო ეს. კარგი იყო კი ბატონო ირაკლი მურუსიძე. წელი გადაცემა რედისონის, არ გაიცა კარგი არის უკვე დაცვაში. შაკო მურუსიძე. სწორდის არის ახლა ბურთით. ონიცეთში გადაცემა. სხილაძე. კარგი გადაცემა, მიიღო ბურთი რუსიძემ დარტყმა არის მართლები დიგერიებს. ცოტა ხერხული დარტყმული იყო ნამდვილად, მაგრამ მეკარი ადგილზე არის რედისონის. კარგად ითამაშა მომენტში გუნდამ. ცოტა არეული პირველი წუთებია, ორივე გუნდი ცდილობს შეტევას, მაგრამ დაალაგებული ჯერ არაფერი გვინახია. ხო, ალბათ უფრო მაღალ ტემპსაც ვეუდით, უფრო შემთხვევით ვინაიდან როდესაც ესეთი დაძაბული შეხვედრები არის ხოლმე, ყოველთვის ასე იწყება, რომ გუნდები დაწყეს წუთებზე. საბა შალიკაშვილია ბურთით. კი ბატონო. დარტყმა გარში და გაიტანა საბა შალიკაშვილმა, სწორედ რაზეც საუბრობთ, მეგობრებო, ძალიან ხო, თითქოს მე ვსაუბრობთ, რომ პირველი ტაიმი ძალიან ნელი ტემპი დაიწყო, მაგრამ ეხლა უკვე რაღაც ხანდა გოლის გატანა მოახერხა ელიგა და დაწინაურდნენ დღევანდელ შეხვედრაში 1-0. საბა შალიკაშვილი გატანი გოლის ავტორია, სწორედ მას დაუწყო საუბარი, სამ თამაში დაიწყო და უშუალოდ მოიპარაკ, რა ხდება მეგობრებო, საბა შალიკაშვილის ზედზედ მეორე გოლი დაახლოებით 30 წამიან ინტერვალში. რა ლამაზი დარტყმული გამოვიდა ეხლა საბა შალიკაშვილს. ხაერიდან პირდაპირ დაარტყა და ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა ელიგამ, სულ რამდენიმე წუთია მატჩის დაწყებიდან გასული და უკვე 2-0-ია. წამოიღო ბურთი არჯევანიძე, მაგრამ თამაშის წესების დარღვევა არ არის. როგორც ჩანს, რაზეც საუბრობდი, ძალიან აკლია გუნდს და მიქავა. არეული არის ფაქტობრივად გუნდი. შალიკაშვილია ბურთით. მოიპარა ბურთი მაინც წაართვა რედისონმა, ნორტიან შეტევაში რედისონის მოთამაშეები. არჯევანიძე ბურთით, კარგი იყო ეს მოძრაობები, მაგრამ გაეცა ბურთი და გაბრაზდა გვესმის, რაზეც ბრაზილს ვაჟა 2-0 უკვე საწყის
წუთებში ძალიან დიდი გაცემა იყო ძალიან კარგი. ძალიან კარგად თამაშობდა. ხილაძე უკან დაჩიზე, დაჩის ჩაწოდება. საბა მიიღო მოახერხა გურთის მიღება. მაგარიში. ძალიან დიდი უპირატესობა ელიგის საფეხბურთო გუნდისა 3-0 არასრულ 5 წუთში. ძალიან დიდი უპირატესობაა და გადანი გოლის ავტორი ირაკლი მურუსიძე. მაგრამ რამდენი ხალწული მიუძღვის საბა შალიკაშვილს ამ რა თქმა უნდა საბა არის პირველი 5 წუთის გმირი აშკარად. ბატონო ჩამოიღო ბურთი დაამუშავა, გააკეთა გამოზომილი გადაცემა და 4 ჯერ დაარტყა ელიგამ კარში და აქედან 3-ის გატანა მოახერხა. ეს ძალიან მძიმე საინტერესოა. ესე ნახოთ როგორ მოახერხებენ თამაშს. დანაკლისი რაც აქვს რეიცოს, მაგრამ ასე მოვლენების განვითარებას ალბათ არავინ არ ელოდა. ისკარიანი გადაცემა არჯოვანიძეზე მოვიდნენ ცენტრში, კარგი ცნო მოძრაობა, მაგრამ კარგად გას დაცვაში და ჩიბერაია. გადააგდო აუძე ბურთი არ მისცავა ეს შეტევის წარმართვის საშუალება. საკუთარ ნახევარზე რედისონი აკადის კარგი გადაცემა, აუტდნენ მოაწყვნენ ბურთს რედისონის მოთამაშეები. კუკუნავა ბურთით ჩვენა ფლანგიდან სილაგაძე აკაცის გადაცემა კარგი არის მურუსიძე დარტყმა კარის მოთული ბლოკება ზარტყმული კარგი არის საჩვენში რედისონის ერთ-ერთი მოთამაშე საკომუნისტი გრძელი გადაცემა ყოველ იჭერს ხელებში ბურთს კუკუნავა აქაც საბა შალიკაშვილზე იყო გათვლილი ეს გრძელი ხო მისდის რა თქმა უნდა საბას თამაშს რატომაც არა მის ცენტრში სხილაძე ძალიან კარგია სხილაძეც რომ მოძრაობა კიდევ ერთ მეორე დააგდო კედელი გაითამაშა რა ლამაზია ეს ყველაფერი და ბოლო მომენტში ცოტა არ გამოვიდა ანუ ამ გუნდს როცა თამაში მისდის ერთი სიამოვნება მათი ყურება იბატონო და გვახსოვს მათი ჩატარებული პირველი თამაში და 5-0 მარცხი დებიუტანტთან ტურნირის საჭარა გრუპთან ტურნირის კი ბატონო იქ ძალიან ბევრმა ისაუბრა სხვა შორის მაგაზე რომ აიჟღერა ასევე იმ კონკრეტულად რომ რანაირ ჩემპიონი გუნდი ეს და ეხლა ალბათ უკვე შემდეგ თამაშებში გამოვავლინეთ ეს ხასიათი ბრუნდება ლიგის გუნდი და ის ფორმა რამაც ჩემპიონობა მოაპოვებინა ამ გუნდს ბატონო კვიკვინია გურთით გადაცემა სილაგაძე ისე კვიკვინია თამაშებენ რედისონის ფეხბურთელები აქ ჩაჭრა მაგრამ არაზუსტი და ისევ რედისონი შემოიყვანს ბურთს თამაში ჩაუტიდა. რაღაც უნდა მოიფიქროს რედისონმა, მინიმუმ ალბათ 1 გოლი უნდა გაიტანოს პირველ ნახევარში. სწრაფი გოლი ჭირდებათ იმისთვის, რომ დაბრუნდნენ თამაში 3-0 ხა მინი ფეხბურთში არ არის. კარიანი აქ. კარგად თამაშობენ დაცვაში ლიგას მოთამაშეები. გათამაშება აქ ჯარიმა. მოარტყეს ფეხში თორნიკეს ხილაძეს. და რაღაც საეჭო ტრაექტორი წავიდა, ბურთი თქოს კარისკენ წავიდა. რიკოშეტის შემდეგ, მაგრამ როგორც ჩანს მანამდე თამაშის წესების დარღვევა იყო. აფიქსირა მთავარმა არბიტრმა. და საბა შალიკაშვილი შეასრულებს ამ ჯარიმას. სამიზის თამაში შეიძლება ჰეტრიკიც გაიფორმოს. თარტყა კარისკენ და ათამაშა როგორც ჩანს და აჩერებს კიდევ ერთხელ არბიტრი მატჩს. ეს დარიგებებს აძლევს ირაკლი მურუსიძეს და კვირკვინი არის თუ არ ვცდები ეს კვირკვინია კი ბატონო. ეს მატჩურის კონტაქტი იყო. სანამ ათამაშებდნენ ჯარიმას ელიგას მოთამაშეები. ფერი განახლა თამაში. სიტყვერი გაფრთხილებ შემოიფარგლა მხოლოდ არბიტრი. ძალიან ცუდი გადაცემა. ძალიან ცუდი გადაცემა საფასგან. ბატონო, მაგრამ ვერაფერს ეპატიება ისეთი დაწყების წუთები ქონდა ეპატიება ეს შეცდომა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაიკარგა ბურთი ახლა უკვე რედისონის მხრიდანაც და ბეკურაშვილი ბურთით გადაცემა როგორც ტექნიკური არის აქ სხილაძე არა როგორც ჩანს ჯარიმა დარტყმა კარის მმართველობით ვისკარიანი მიყავდა და სხილაძე სასტენის გარეშე გამოეთიშა სიტუაციას უნდა გაიგო თითქოს დარწმუნებული იყო იმაში რომ ეს ჯარიმა იყო გავდა კიდევაც მაგრამ რაღაც თქმა თამაში არის სასტენამდე გადაცემა შალიკაშვილი ბურთით კარგი იყო ჩანაფიქრი მაგრამ არ გადის კარგად სტაციონარში რედისონი ამ მომენტში მაგრამ ჩაკო მურუსიძე ბურთით გათამაშა მარჯვენა ფლანგზე ჩაკოზე შემდეგ გადაცემა არ გადის საბოლოოდ ბურთით მაინც რაღაცნაირად არ ჩაელიგა და გვაჟა თამაშობს შემდეგ არჯევანიძე პრესინგზე თუმცა აუტნე ბურთს მაინც შემოიტანს ელიგა ჩიბერაია ბურთით
მწვავალი გამჭოლი გადაცემა აქვს. კარგი არის დაცვაში სილაგაძე და ჯარიმა არის კი ბატონო იქამდე მისცა ოპერაციების უფლება არბიტრმა, მაგრამ დაიკარგა სამბოლოდ ბურთი გაათამაშეს ჯარიმა რენცოვის მოთამაშემ მისკარიანი ბურთით. კარგი იყო მისკარიანი მომენტში, მაგრამ დაცვაში შეუვალი არის ჯერჯერობით ელიგა დაიკარგა ბურთი ელიგას მხრიდან. მოენის ცენტრში ორთაბრძოლა ბურთისთვის არჯევანიძე. კარგი არის არჯევანიძე, მოიპარა ბურთი და გაჩერდა თამაში როგორც ჩანს. ჯარიმა დაინიშნა სტოპ. სასწაულიც არის როგორც ეხლა ჩასტვინა არბიტრმა ცოტა გვიანი ნამდვილად. ეს პირველი შემთხვევა არ არის აგვიანებს. ხო ზოგადად ამ ტურნირზე არის არბიტრი. კი ბატონო არის ესეთი შემთხვევა, როდესაც გვიანი მიღებენ ვერდიქტს ამ მომენტზე არბიტრები. რაც რა თქმა უნდა გაღიზიანებას იწვევს მოთამაშეებში. ედისონი ბურთით საკუთარ ნახევარზე ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობს ელიგა, თუმცა ჯერჯერობით წარმატება არ მოუტანია. ამ პრესინგს მოედის ცენტრში არჯევანიძე ბურთით. მოძრაობა დარტყმად არის მართლებით არასწორი ეს დარტყმი. ჯერჯერობით დაიწყებს თამაშს ელიგა. სულ დაახლოებით 10 წუთი მიიწურა. გასული კი ბატონო დაჩიბერაია ბურთით. გადაცემა შალიკაშვილი დაცვაზე რა შეგვიძლია ვთქვათ ორივე გუნდში საკმაოდ გამორჩეული ორი მცველი თამაშობს ლიგის მხრიდან დაჩიბერაია, რომელიც 5-0-ის მატჩიც კი საკმაოდ გამორჩეული იყო და რედისონის მხრიდან სილაგაძე ნიკა, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და გამორჩეული მოთამაშეა. ეს საკმაოდ სტაბილური არის. კი ბატონო და სტაბილური. გაიხსენებენ. ხონ სილაგაძის შეცდომა მე არ მახსოვს. ბოლოს ცუდი თამაში ზოგადად და თუნდაც შეცდომა კი ბატონო ძალიან კარგი არის, სადაც გუნდში არის ეს სტაბილური მოთამაშე აქ. აუტიდან გაათამაშეს ბურთი მურუსიძე დარტყმა არ გადის, მისკარიანი არასდროს არის გადაცემა შალიკაშვილი ბურთით. მოძრაობა მონის ცენტრში დაიკარგა ბურთი. ჯერჯერობით წინსვლას ვერ ახერხებს რედისონი, არჯევანიძე გაექცა ბურთი. თვითონ რედისონი საკმაოდ სტაბილური გუნდია. 4 სეზონია უკვე მონაწილეობენ ამ ტურნირში და საკმაოდ წარმატებულადაც. კი ბატონო და ცოტა ალბათ სულ არიან ფინალურ ეტაპზე. მაინც ფორტუნა მათ მხარეს არასდროს ყოფილა. გზაზე წაგებული ორი ფინალიც გვახსოვს. შერატონთან მეორე, შემდეგ მარგოსთან. და ბოლოს მესამე ადგილით დაჭერდა ეს გუნდი, ნახოთ. რას იზავენ ამ ტურნირზე. ხო, 3-0-ის მერე ცოტა დაწყნა თამაში. კი ბატონო, იქ ძალიან კარგად თამაშობს. ასეთვე ლიგა ფლობს მაინც უპირატესობას რედისონის ფეხბურთელები ნაუხეშად თამაშობენ, მაგრამ გესმის რა თქმა უნდა ესეთ მომენტში მინი ფეხბურთში 3 წუთში 1 წუთში 3 გოლი ლამის ძანძნელი ფსიქოლოგიური მომენტია. მაგრამ როგორმე უნდა იყოს რედისონმა ძალა საკუთარ თავში დამუშავდეს. დიმის არ ყო, დიმი მიქავას არ ყოფნაში, ეხლა ვაჟამ უნდა იყოს ალბათ ბატონო ლიდერობა. საკმაოდ ტექნიკურია და შეუძლია ამ ფუნქციების შეთავსება. აქ კარგი დასარტყმელი სივრცეა და ვერაშაკმა და კუთხური, ცარიკოშეტი იყო და კუთხურზე დაეც ბურთი კუთხურს მოაწვის ელიგა. აუტია მგონი თუ აუტია, კი. ძალიან ხოს არის ხალხში. კიდეს თან აქვს დარტყმა კარის მართულობით. სეივი. დაჩისგან და დააკვირდით როგორ უცებ მოახერხა დაჩი უკან დაბრუნება. ერთ-ერთი გამორჩეული მცველია ამ ტურნირზე დაჩი. თუმცა საუკეთესო. ბატონო. იმდენად გარკვეული არ თითქოს ყველაფერი პირველ ტაიმში, რომ საერთოდ არც ახსოვს ბოლოს როდის იყო ბურთით, თუნდაც ირაკლი მურუსიძე, თორნიკე სხილაძე. ამას ის ფონზე რო ისინი წამყვანი მოთამაშეები არიან ამ გუნდში, საბაშალიკაშვილი პრაქტიკულად მისცა საშუალება მოისუნთქათ. ცვლილება ლიგის ხარეს გიორგი თოდრია შემოვიდა თორნიკე სხილაძის ნაცვლად. და ისევ საბაშალიკაშვილია ბურთთან დაგორებას აპირებს, ალბათ ეთყობა დგომიდან გამომდინარე დარტყმა და არა მინი ფეხბურთში ჯარიმების ესე გათამაშება არ არის პროდუქტიული, იმიტომ რომ პატარა სივრცეებია. მაშინ რაღაც ტაქტიკა უნდა გქონდეს, ისეთ რომელიც ალბათ უეჭველი გავა, ან პირდაპირ კარისმედა. ეს აქვს რამოდენიმე გუნდს ამ ტურნირზე ჯარიმების გათამაშება. აი აქ რა კარგი რა ლამაზი იყო. რა ლამაზი იყო ირაკლი მურუსიძის მოქმედება.
წარმატებით, ფინტი წარმატებით გამოვიდა და ულამაზესი იყო ამაში ირაკლი მურუსიძე. გაჩის არაზუსტი პასი რაც არის ხშირი მოვლენა რედისონის მეკარეა. რატომაც არა აქვთ უფლება ახლა ყველიკას მოთამაშებს რა დაუშვან შეცდომი, ნაიდან გუნდი 3-0-ს იგებს და უფრო თამამად სწორედ ისინი თამაშობენ. თუმცა შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. 2/3 პირველ ტაიმის გასულია, დათში აქ უკვე დრიბლინგზე წავიდა. მრავალფუნქციური თამაშია. ბატონო, საბოლოოდ ბურთი მაინც ელიგას რჩება, აუტიდან მოაწვდნენ ისინი ბურთს. ჯერჯერობით რედისონს არაფერი არ გამოსდის სამწუხაროდ. ერთი გოლი ჭირდებათ, რომ დაბრუნდნენ თამაში. ყველაფერი შეცვლის რადიკალურად ერთი გოლი, ვინაიდან ორბურთიანი უპირატესობის უარყოფითი მხარე ყველა მითის რაც არის. ფსიქოლოგიური კი ბატონო და მე უკვე რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად წინ არის. ტექნიკური წუნი ვაჟასგან და გაბრაზებულია ვაჟა და გვესმის ბრაზე. შორეული მანძილიდან დარტყმა. კუთხურია მგონი. კი ბატონო, რიკოშეტის შემდეგ კოლის გაუტია. თუ კუთხურია. ძნელია გარჩევა. მგონი აუტია. ხო, უფრო მარტივ იქნებოდა, რომ აჩვენებდეს თავარი არბიტრი. გადაწყვეტილებას, მაგრამ რაიას გადაცემა ჩაიჭრა იცონის მხრიდან მოინცენტრში, მაგრამ კარგად თამაშობს დაცვაში. ეს იყო, ჯადი მოითხოვდნენ რედისონის ფეხბურთელები, მაგრამ ბურთი მაინც გავდა. კი ბატონო. შალიკაშვილის მხრიდან სკარიანი ბურთით აქვს შანსი რედისონს დაარტყმა კარის მატულებით და 3-1 ანგარიში. 3-1. კი ბატონო, ფეხშუა გაუძრა ბურთი რედისონის 21 ნომერია გოლის ავტორი. და გაქვითა ერთი გოლი რედისონმა. ლუკა კიტიაშვილი გახლავთ. კი ბატონო, ლუკა კიტიაშვილი გახდა გოლის ავტორი და ნახოთ ეხლა რა ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოუტანს რედისონს ეს გოლი. უტევს ისევ რედისონი. ხა უკვე ნელა იმატებს წნეხი ლიგაზე, კი ბატონო. კი ბატონო, თამაშის ტემპის რა თქმა უნდა. ხა 3-0-იც არ არის ანგარიში და 3-1 მით უმეტეს, როცა შვიდად შეუძლია იყოს გუნდს და ეხლა ელიგა ყურადღებით უნდა მიიყვანოს ელიგა მესტაიმი ბოლომდე არ პასი დორდა ძალიან მალე უპასუხა ირაკლი მურუსიძემ რედისონის ამ გოლს და ულამაზესი გოლი მაკრატელა, ბრავო, გენიალური იყო. საუბრობდით იმაზე, რომ თქოს არ ჩანა დიდი ხანი ირაკლი მურუსიძე არ გვეხსენებია, მაგრამ არ ვიცი, გენიალური მოთამაშე არის უბრალოდ. რა პასი იყო დაჩბერაიას მხრიდან მრავალფუნქციურობაზე საუბრობდით და როგორი დარტყმით ირაკლი მურუსიძემ დაუფასა ეს გადაცემა და 4-1 გახდა ანგარიში. რედისონისთვის ძალიან მძიმე თამაშია, იმიტომ რომ ანუ ფსიქოლოგიური მუხტი მიიღეს, ერთი გოლი გაიტანეს და უმალვე არასრულ ერთ წუთში ისეთი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. ალბათ ეხა უფრო ფსიქოლოგიურად აქსილაგაძე ცდილობს რომ შეტევაში შექმნას რამე აქ როგორ კარგად თამაშობს. ძალიან სასიამოვნოა, როცა მეკარე ყავს, რომელიც ესეთი ტექნიკა აქვს ბატონო და გარეთ ესე თამაში შეუძლია. ალბათ მიიყვანს ელიგა ამ ტაიმს ავანგარიში ბოლომდე. ნახოთ რედისონი რას მოასწრებს. დაახლოებით 2 წუთი რჩება დაახლოებით პირველ ტაიმის დასრულებამდე. გატანა ალბათ ეხლა ჭირდება რედისონს კიდევ ერთი გოლი. გოლია ბურთით. უფრო მნიშვნელოვანია ალბათ რომ არ გაუშვან კიდევ ერთი გოლი, იმიტომ რომ ჯოვანიძე დარტყმა კარის მარტულებით და გახდება. აქ ვერ იყო დამაჯერებელი გოგუაშვილი. კი, ხო რაც ჭირს დღეს. ილიას აიღო ბურთი, თუმცა შემდეგ დაუსყრა ხელიდან, აისხლიტა ბურთმა და ხარიხას დაეცა ბურთი გადარჩა აქ. ელიგა გაშემოთამაშე აღნიშნა ამ კარში შუქის პრობლემაა, შუქი ურტყავ თვალებში და მაგიტო შეიძლება ამის ბრალიც იყო ილიას მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ელიგისთვის კარგად დასრულდა. კი ბატონო, მაგრამ პირველ გოლს რაც შეეხება, აქ ალბათ მაინც არის წუნი მეკარის ძალიან მახული კუთხიდან გაუძრა.
ვერავითრეს დამაჯერებელი. ცენტრში რედისონი გადაცემა ჩაწოდება რა კარგია კლავი დაჩიბერაია. რა თქმა უნდა დაჩი. კავალი ჩინეთის დიდი კედელი ვიდგას. გასვაში. დიდი კედელი ვიდგას მართლაც. რედისონი ცდილობს ჯარიმას გაათამაშებს არჯევანიძე კვინია ბურთით. ჯარიმა არის როგორც ჩანს კი ბატონო. და არ გათამაშის წესები რუსიძემ. ჩაკო. გაათამაშებს რედისონმა დარტყმა გარის მართლებით ეხობება ამ დარტყმას. გასართი მოთამაშე. კუთხური სტანდარტი ყოველთვის შანსი არის. ჩაწოდება დაბალი აქ ვერ შეძლო. ბურთზე თამაში მის კარიერმა საბოლოოდ ბურთით რჩება ელიგა. ყველა აცდა როგორც ჩანს ბურთს და თოდრია შემოიყვანს ბურთს თამაში დაჩიბერაია. თოდრია დააგვიანა რეაგირება. გიორგი თოდრიაშვილიც არ არის ეს ტურნირი ისეთი როგორიც იყო შარშანი მისი მარიოტის შემადგენლობაში, ის ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ გუნდის. კი ბატონო, აგრესიული გვახსოვს, უფრო თავდაჯერებული. ლამაზად ცდილობდა გატანას. არის კი მაგაზამეს. არჯევანიძე, მაგრამ აი ამაზე ვსაუბრობთ წერან, რომ ვაჟას აქვს ის რესურსი, რომ აიღოს თავის თავზე მიქავას არ ყოფნაში, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაში ამას ვერ ახერხებს. რთული არა, რა თქმა უნდა, ეხა ისეთ გუნდთან, როგორც ელიგას 4-1-დან ანგარიში შემოგვნება და ეს ყველაფერი საკუთარ თავის აიღო. გვინახავს ავის მაგალითებს, რა თქმა უნდა, მაგრამ გავიხსენოთ წინა ტურში მარგოსთან შეხვედრა, სადაც მოგებული ჰქონდა თითქმის ელიგას მატჩი და ბოლო 5 წუთში მოახერხა მარგომ მოტრიალება. კი ბატონო, დასრულდა პირველი ტაიმი. დასრულდა პირველი ტაიმი 4-1 ანგარიში შევისვანა დაახლოებით 5 წუთი და გუნდებით მეორე ტაიმი დროებით. ასე იწყება მეორე ტაიმი შეხვედრაში, რომელიც ართება მდინარეობს ელიგას და რედისონს შორის. შეგახსენებთ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არის 4-1. საკმაოდ დამაჯერებლად იგებს ელიგა და აბა ვნახოთ რედისონი რა შემოგთავაზებს და რა შესთავაზებს ელიგას მოთამაშეებს მეორე ტაიმში. საბა შალიკაშვილმა მოახერხა დუბლის შესრულება და ასევე დუბლი შეასრულა ირაკლი მურუსიძემ და ამ დუბლში ერთ-ერთი ულამაზესი მაკრატელათი მოახერხა რედისონის კარის აღება. მაქსიმილაძე იყო კარგი ამომეჩი არ არის თამაშის ბრძოლა როგორც ჩანს. არჯევანიძე ბურთის სწრაფად წამოიღო, მაგრამ დაჩიბერაია რა კარგი არის. ირაკლიმ ჩაჭრა და დაჩიმ დააზრია ძალიან კარგი დაცვა იყო ელიგის მხრიდან. არჯევანიძე როგორც ჩანს მის კარიანი ბურთით არჯევანიძე მოინის ცენტრში. ჭიროთ მეორეობენ მას სამი ადამიანის გარემოცვაში აღმოჩნდა არჯევანიძე, გადაცემა არ გადის, თუმცა მანამდე ჯარიმა ათამაშა ბურთი მის კარიანზე. ისკანეზეც საკმაოდ აქტიურად თამაშობს ირაკლი მურუსიძე. აქტიურად უტევს მეორე ტაიმის დასაწყისში რედისონი და აქტიურად იცავს თავს. სხვა გზა არც აქვს პრინციპში რედისონს. და აქ დაიკარგა როგორც ჩანს რედისონის მხრიდან ბურთი. და აუტი ისკარიანმა. ძალიან დიდი სურცი აქვს შაკო მურუსიძეს გადაცემა. თავის ძმას გაუკეთა. გადაცემა დაიკარგა ბურთი არჯევანიძე დარტყმა კარის მართულებით ასისტია და შეუძლია აქვს ძალიან კარგი დაყრდნილი დარტყმა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ხასიათი თითქოს წაერთვა რედისონს. ასე თუ დასრულება შეხვედრა რისი ალბათობა ძალიან დიდია. რედისონი უკვე გადავა. აქ კარგი ჩაჭრა და ირაკლი მურუსიძემ ააცილა კარს. შეეძლო ჰეტრიკის გაფორმება. სარიელი კარი იყო, თითქმის მეკარე მოტყუებული იყო, მაგრამ ვერ მოახერხა ზუსტად დარტყმა კარში ირაკლიმ. ასეც ხდება მაკრატელას შემდეგ. ესეც ძალიან გაცლებიდილ მომენტს აფუჭებს ირაკლი მურუსიძე. და ესეთი შემთხვევები ემართებათ საუკეთესო მოთამაშეებს რა თქმა უნდა. ძელი გადაცემა აქვს დაჩის უკვე მეორე ესეთი პასია პირველ პას რაც მოყვა ყველა მონახეთ. და როგორც სადაც მეკარე მითამაშა. კი მეკარე მითამაშა. დღანელ შეხვედრაში ელიგას აკლია თორნიკე გლურჯიძე, მაგრამ რამდენად არის დანაკლისი? ისიც საკითხავი, იმიტომ რომ მოგახსენებათ თორნიკე თამაშობდა პულმანში. შემდეგ გადავიდა ელიგაში, მაგრამ ნუ არ ვიცი, იმის ნახევარიც აღარ არის. როგორც გვახსოვს იგი პულმანში რა, ალბათ
სწორედ ეს არის ერთ-ერთი სიმსიაში არის თორნიკე გლურჯიძეც მოთამაშეების, რომლებსაც არ მიზი თამაში ამ ტურნირზე. მაგრამ იმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დაბრუნდება გლურჯიძეც დაიბრუნებს თავის ფორმას. იმედოვნო გაცილებით, რომ მნიშვნელოვანი თამაშები აქვს დარჩენილი ლიგასაც, რა თქმა უნდა. ძალიან ძიმე ჯგუფშია ეს ორი გუნდი, იმიტომ რომ ბოლოს მეოთხე ტურია და როგორც არ უნდა დამთავრდეს პირველი თამაშია ამ ჯგუფის მეოთხე ტურში, მაგრამ როგორც არ უნდა დამთავრდეს მომდევნო ორი თამაში, მაინც ყველა ინარჩუნებს შანსს ბოლო ტურამდე იმისა, რომ გავიდეს ჯგუფიდან. ბატონო. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, იქ თითქმის ყველაფერი გარკვეული არის. ნუ კოლა ალბათობით პირველ ადგილზე დაასრულებს. მოიგო დღეს თავისი მეოთხე შეხვედრა და 12 ქულით პირველ ადგილზეა. ორი გაშვებული გოლი აქვს. კი ბატონო, აი ამის მოსაპირების სწორედ მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი. ბატონო, რუსიძე ურტყავდა, მაგრამ კუთხურია. კუთხური. სილაგაძის კარგი დაცვა და კუთხურს მოწვდის ელიგა. სხვა გუნდებს მინიმუმ აქვს გაშვებული 7 გოლი. როცა სკორას მხოლოდ ორი გოლი აქვს გაშვებული. საკმაოდ მწყობრ ფეხბურთს თამაშობენ, აქ მისკარიანი ურტყავს და 10 და კარს არის რიკოშეტი 10 და კარს მისკარიანის დარტყმული. სხივაძე ბურთით. რაია გრძელი გადაცემა, მურუსიძე მიიღო ბურთი. სხივაძე, მურუსიძე კარგად გაითამაშეს ბურთი და ვერ ახერხებს დარტყმას. კარგად კომბინირებენ. პირველ ტაიმშიც იყო მომენტი, როცა სხილაძე და შალიკაშვილი თამაშობდნენ ძალიან ლამაზად და ეხლაც ძალიან კარგად კომბინირებენ ლიგის მოთამაშეები, მოკლე მონაკვეთში ახერხებენ პასებით გასვლას. და როცა ესეთი მოთამაშეები ყავს წინ და დაცვაში დაჩიბერაია გიმაგრებს ზურგს შედარებით მარტივია. თამაში აქ კი ვაჟა არჯევანიძე უთხოვდა ისევე ლიგის კარის მიმართულებით და კუთხურია. ვაჟა მოაწვდის კუთხურს. რა მოიფიქრა რეგისონმა? გაკეთება უნდა და ისევ კუთხური. პირველი მეოთხედი მეორე ტაიმის გასულია. ალბათ პირველ ნახევარს თუ გადააგორებს ელიგა უკვე დაიწყებს ლიდერების დასვენებას. შედარებით უხეში თამაშია და არ მიიღონ ტრავმა ალბათ. ისედაც იყო ინფორმაცია, რომ თორნიკე სხილაძეს წელი აწუხებდა თამაშის დაწყებამდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ლიგისთვის და ბატონო და თამაშა აქ სხილაძე ბურთით მისკარიანმა წაართვა დაარტყა და ილია ბეკურაშვილის სეივი. მოცოცხლო როგორც ჩანს ილიაც პირველი ძალიან ცუდი ტაიმის შემდეგ მოდი პირდაპირ ვთქვათ. კუთხური თამაში. არ ყოფილა სეივი. არა, როგორც ჩანს არ ყოფილა სეივი. წელს მოხდა ბურთი. ბატონო, უზეჩი ვაკეთ. ილია ბეკურაშვილი. ხო, ასე აღნიშნოთ, მის თქმა მინდოდა, რომ სხილაძეს მანამდე კოჭის ტრავმა ჰქონდა და კითხვის ნიშნის საერთოდ თამაში იყო კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ტურნირის სეზონში. სწორედ ამის გამო დაიმატა კლუბის პრეზიდენტმა თორნიკე გლურჯიძე, მაგრამ ხედავთ სხილაძე კვლავ თამაშობს კვლავ ფორმაში, აგრედისონს აქვს შანსი დარტყმა არჯევანიძის ბლოკავს სამ დარტყმულს. ელიგა შემდეგ გაიქცა ბურთი რედსონის მოთამაშეებს და დარტყმა კარიდან. მურუსიძე, შაკო მურუსიძის და დაჩიბერაიას წყვილი დაცვაში საკმაოდ ისე წვილად ჩამოყალიბდა. შაკოც ძალიან კარგია მომენტებში, დაჩიხო რა თქმა უნდა. დაახლოებით ბარეზი კანავაროს ალბათ შევადარებდით. ბატონო, ლეგენდარული მცველები და ის ნაკრების ძალიან კარგი პასი შეუძლია ორივეს, ერთი შეხებით შეუძლია მოჭრან მთელი მოედანიდან. მით უმეტეს შაკოს ძალიან კარგად ესმის თავისი ძმის და ვინახავს ამ ტურნირზე მისი გრძელი პასები ირაკლის მიმართულებით. აქ სხილაძე იყო ბურთით და რედისონს რჩება ბურთი აუტიდან მოაწვდის ვაჟა არჯევანიძე გადმოიტანა სილაგაძეა ბურთით, აქ ტაჩი სად არის ასული, ხედავთ პრესინგს თამაშობს
რაღაც არა, იგებს გუნდი და შეუძლია დაჩისაც შეისხას ფრთები და ავიდეს ცოტა წინ თამაშოს. თავდასხმაში ასე ძალიან კარგად შეუძლია წინ თამაში. გააძვინა აქ ძალიან ლამაზი პასი ვაჟა არჯევანიძისგან. ძალიან გაბრაზებულები არიან რედისონის ფეხბურთელები. ხო, ძმების თამაში ამ ტურნირზე აქტუალური არის მოგახსენებათ ჯეოგლისაც ავსწმები გუნდში. აქ ვაჟა არჯევანიძემ მიიღო ყვითელი ბარათი შეგინების გამო. და ხორ გამოტოვებს შემდეგ თამაშს. გამოტოვებს შემდეგ თამაშს, იმიტომ რომ აჭარა ჯგუფთან 6-1 მოგებულ შეხვედრაშიც ჰქონდა ვაჟას ყვითელი ბარათი და ბატონო. ბოლო ტურში თუ დამარცხდა აქ რედისონი და რასთანაც ძალიან ახლოს არის, ძალიან მნიშვნელოვან თამაშს კიდევ ერთი ლიდერი რედისონისა. დავის თამაშთან თამაში რედისონს ბოლო ტურში. რედისონს უწევს ბოლო ტურში მარგოსთან. კი ბატონო. ფინალის მეორე სეზონის ფინალის გამეორება იქნება ეს შეხვედრა. საკმაოდ საინტერესო. ამ გუნდებმა ამ ბოლოსაც საერთაშორისო ტურნირზე კი ბატონო ითამაშეს ერთმანეთთან ფინალში იქაც 4-4 მორჩაის თამაში და შემდეგ PM-ებში დამარცხდა. კოხიას საოცარი გოლი გვახსოვს ალბათ ვინც უყურეთ ამ თამაშს. ბევრს შეშურდა ალბათ ბევრ ახალგაზრდას. რედისონის ფეხბურთელებიც კი დაშუკრავდნენ ისეთი გოლი გაიტანა გოგოხიამ. კი ბატონო. ბოლო წამებზე. სწორედ. პირველი 10 მეორე ტაიმის პირველი 10 წუთიც მიიწურა, 10 წუთი რჩება, ელიგამ ეს მნიშვნელოვანი წუთების გადალახვა მოახერხა, ანგარიში სხვაობა შეინარჩუნა. ეხლა უკვე ალბათ ბოლო 10 წუთი ნერვების თამაში იქნება. ძალიან სუსტი დარტყმა გარის მართლებით დაჩიბერაიას მხრიდან. გეგებს დარტყმის რედისონს. დაჩიბერაია იცავს, კარშიც ურტყავს, პასებს აკეთებს, მოკლედ ეს ბიჭი არის შეუდარებელი, როგორც დღეს ისე სხვა თამაშებში. რუსიძეს დარტყმა არა ზუსტია ეს დარტყმა. თუმცა ვერც მაინც რჩება ელიგა, ვინაიდან რიკოშეტის შემდეგ გადადის ურთიაუძე, ხილაძე ბურთით, კარგი გათამაშება და ახლოს ვიყავით მეორე მაკრატელასთან, რომლის ავტორი შესაძლო ყოფილიყო. ნახევრად მაკრატელა იყო, მაგრამ ულამაზესი იყო, ძალიან ლამაზი იყო და ისევ ის მოკლე პასები, რაზეც საუბრობდით, რომელშიც დღევანდელ შეხვედრაში ყველაში მონაწილეობდა თორნიკე ხილაძე და ერთი მომენტი იყო ხილაძე, შალიკაშვილი, შემდეგ ხილაძე მორუსიძე, ეხლა ისევ ხილაძე, შალიკაშვილი, ეს მოკლე პასები. კი ბატონო, გოლი არ აქვს გატანილი ხილაძეს, მაგრამ რა სამუშაოს ასრულებს. სამუშაო შეასრულა ამ თამაშში ხილაძე. აი ისევ პასს აკეთებდა. მაგრამ არ გადის, ყველა გადაცემა რა თქმა უნდა არ გავა, მაგრამ რა კარგი არის დაცვაში ხილაძე. არ ვიცი, დაიტოვა ბურთი. ამ მომენტის შემდეგ, არ ვიცი, გენიალურად თამაშა ამ მომენტში. ბერაიას დარტყმული რიკოშეტი და აუტი. ირაკლი მორუსიძემ ჩამოიწია უკან პასს აკეთებდა თუ ურტყავდა, მაგრამ ამათ ვარ პასი იყო. არ გავიდა ეს პასი. ხო, ისე მიდის მეორე ტაიმი ალაგ-ალაგ არის მომენტები შეგვიძლია ვთქვა და დიდი ალბათობა იმის რომ გოლიც ვეღარ ვიხილოთ, რაც რა თქმა უნდა ცუდი არის მაყურებლებისთვის, მაგრამ საკმაოდ დაეცა თამაშის ტემპი. ხო, ეს უცებ გატანილი 3 გოლი ძალიან დიდი უცებ გატანილმა 3 გოლმა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიტანა ამ თამაშში და შეცვალა ალბათ უფრო სხვა თამაშს ველოდით ბოლო ამ გუნდების შეხვედრა გვახსოვს წინა სეზონში 3-2 დასრულდა თუ სწორედ მახსოვს ძალიან იყო ეფექტური თამაში იყო ორმაგი მომენტებით დღეს კი რედისონი ცდილობს მაგრამ სიმართლე რომ ითქვას არ გამოდის კარგი არის შაკო მურუსიძე დაცვაში შემდეგ შეტევაში ავიდა შაკო მურუსიძე მოახერხა და შეინარჩუნა ბურთი ალბათ ჯობდა რომ ელიგას მეოთხე გოლი არ გაეტანა ესე მალე მაგრამ როგორ გინდა თქვა რომ ჯობდა რომ არ გაეტანა ვინაიდან ულამაზესი გოლი გაიტანა ირაკლი მურუსიძე აქ ისევ პასი და საბა შალიკაშვილი ალბათ დაიღალა იმიტომ რომ ზედიზედ მეორე მომენტია ბურთს ვეღარ იღებს და აი ზუსტადაც ცვლილება საბა შალიკაშვილი გამოვიცანი საბა შალიკაშვილი ტოვებს მოედანს და შემოდის გიგი ლატარია რომელსაც დებიუტი აქვს ამ ტურნირზე საკმაოდ სწრაფია
კი ბატონო, აქტიური, გადაერთება და ძალიან კარგი არის პრესინგზე, ხო? ზუსტად ესე თამაშება ეხა სილაგაძეს. ბატონო არ მისცა უბრუნების საშუალება სილაგაძეს დაჭერა. გამოიღო პრესინგმა შედეგი. ტექნიკურად ჩამოიღო ბურთი მურუსიძემ, გადაცემა სხილაძეზე. ცოტა სუსტი იყო ეს გადაცემა. წამოვიდა რედისონი კონჩეტევაზე პასი. ორი ერთზე არიან შეტევაში და დასავლებს შვება ეს ადამიანი საერთოდ ჩამოვიდა კი ბატონო შეტევა მაგრამ მოიგერია შეტევაც უკვე გიგი ლატარიამ გამოიტანა ბურთი ისევ გიგი ლატარიამ აიღო თავის თავზე ეს დარტყმა და კუთხური ჩაწოდება არ გადის საიბლოკა ეს ჩაწოდება კუთხური არაწოდებინებს ბურთს გიგი ლატარიამ მიუთითამ საჯმარო გამოიწიოს ვაჟარჯევანიძე დარტყმა და მოიგერია ბურთშულა ბურთი ფეხით არეგულობა საჯარიმოში გამოვიდა ბურთს საბოლოოდ აუტი რჩება ბურთით რედისონი არჯევანიძე ბურთთან საკმაოდ აქტიურად შემოვიდა გიგი ლატარია ძალიან აქტიურად ჩაერთო ბატონო დასვენებულია რა თქმა უნდა ენერგიით სავსე და რატომაც არა სილაგაძე არასუსტი მოახერხა კიდევაც გამოიღო შედეგი ლატარიას აქტიურობამ და ელიგას დარჩა ბურთი არასწორი პასი გააკეთა სილაგაძემ ირაკლი მორუსიძე ბურთით წაართვეს არ ნანობს ამოიც რა თქმა უნდა და არჯევანიძის დარტყმა გადის ყველაფერთან და არ მისდის თამაში არჯევანიძესაც რამდენიმე მომენტში მას ცადა არისკენ დარტყმა ნუ ყველაზე მეც ალბათ მაინც ისწავლებს მაგრამ არ გამოდის სწორედ ამაზე წუხს თავადაც და არ გათამაშის წესები აქვს სხილაძემ 15 წუთი მიიწურა 4-1 მეორე ტაიმში გოლი არ გასულა პირველ ტაიმში გავიდა ყველა გოლი ამ შეხვედრაში ამ დროისთვის და რედისონი უთხოვს ჯარიმას აწევას თხოვს მოგედელი ძალიან მაღლა არის და აყენა ელიგამ სწორედ ამაზე აპელირებდა რიცოზე მოთამაშე დარტყმა არაზუსტი არის ეს დარტყმული ბეკურიშვილი ბურთით ცენტრში კარგი გათამაშება სხილაძე ძალიან კარგი არის ამ მომენტში 3-2-ზე არის შეტევა გადაცემა გათამაშება და რა გოლი ვერ გაიტანეს ელიგის მოთამაშეებმა მე დაუტოვა მე მგონი ლატარია მურუსიძეს უნდა დაერტყა უცილებლად და მომენტში ხან საჭირო უბრალოდ დაარტყა და აღარ იფიქრო ასეთ მეტ გადაწყვეტილებაზე სწორედ ეს დაემართა დებიუტის ნერვიულობა მიმოქმედა ეცახთა მგონი მურუსიძე რო დამიტოვეოდა მაგითო დაუტოვა და ვერ გადაწყვიტა დარტყმა თორე წარიელ გარშე ახერხებდა გოლის გატანას და 5-1 დაასრულებდა დღევანდელ შეხვედრას ახლოს იყო ლატარია თავის პირველ გოლთან ნამდვილად მაგრამ დებიუტში გოლთან ძალიან ახლოს იყო ლატარია აქ შაკო მურუსიძემ კარგად ჩაჭრა ბურთი რედისონი მაინც ბურთით ძალიან კარგი გადაცემა დარტყმა და ისეთი კარგი პასი იყო მაგრამ ცუდი დარტყმა გორი ცუდი იყო ეს დარტყმული არ და ჰქონდა სივრცე ვაჟარჯევანიძეს ხელი აწუხებს გაყინვა მოითხოვა ყველაფერთან ერთად ის რა უნდა რედისონს ჯერებით ახერხებს თამაშს გაგრძელებას დაჭირა ძალიან თამამი გადაცემა აქვს ბურთი დაიკარგა უწყარ სიტუაციაში დარტყმა და ვინ თუ არა ისევ დაჭირაია ბატონო так ძალიან არაზუსტი დარტყმა ძალიან არაზუსტი ახლა 3 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ რომ ელიგამ მოიგო ეს შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად არ იყო ის მატჩი რასაც ამ ორი გუნდისგან მოველოდებოდით მაგრამ ეს ყველაფერი გადაწყვიტა იმ ორმა წუთმა როცა ალბათ გვიწყენენ 3 გოლის გატანა მოახერხა შემოქმედები ამას რომ ამბობთ მაგრამ მეორე ტაიმში ცოტა დაძაბულობამაც მეორე ტაიმი უფრო დაჩიბერაიას ტაიმად გადაიქცა მთლიანად კი ბატონო ისიც არაფერს ატარებს დაცვაში ხო არ ატარებს დაცვაში ურტყავს კარში შევს ყველგან აკეთებს ყველაფერს რაც სურს და ალბათ საბა შალიკაშვილი არის ადამიანი რომელმაც შეცვალა ამ თამაშის მიმდინარეობა იმ მესამე წუთზე ერთ წუთიან მონაკოჩი როცა ბატონო ჩაკლა ყველა და არის ინტრიგა ორი გოლის გატანა მოახერხა და შემდეგ რა ასისტი გააკეთა სხილაძე ბერაია
5 ნახევარზე გადაცემა აქ ხელში მოხდა ბატონო თამაში იყო აქ საინტერესოა დარტყმკარის მიმართულებით არ გადის მის გარემოს დარტყმი რა ხელზე რო არ მოხვედრო და ზურთი მიდიოდა შეიძლება მოთამაშესთან ის ბატონო ბატონო ეს მომენტები ხდება ეპარაკოთში რაც არბიტრებს ამ ტურნირზე აქ ცოტა გაუხეშდა თამაში ბატონო კარგი არის ძალიან კარგად ამოაქვს ბურთი სილაგაძეს დაჩიბერაია შეუშალო მაინც ხელი ძალიან კარგია სილაგაძეს კი ბატონო რედისონიდან თუ იმეს გამორჩევა შეიძლება აი ერთ-ერთი არის ის ერთ-ერთი არის ნიკოლოს სილაგაძე რა თქმა უნდა და ვაჟა გარჯევანიძეც რომელიც იბრძვის მაგრამ სამწუხაროდ ის რაც ნანახი გვაქვს ამ ბიჭისგან დღევანდელ შეხვედრაში არ გამოდის კი ბატონო ასევე წინა სეზონზე ეს ხილაძე გადის ისევ მოედნიდან აღარ ჭირდება 2 წუთია დარჩენილი სულ რაღაც თამაში დასრულებამდე კარგა ბურთი მაგრამ გამოასწორა შეცდომა ძალიან მალევე თოდრია ხო წინა სეზონს რო შევადაროთ რედისონის შემადგენლობა კი არ ყავს თქვენ შეხვედრაში რედისონს და მემიქავა მაგრამ რამდენად აკლია გუნდს კუკაკაცია რომელიც ახლა ჯეოქლინის რიგებში თამაშობს კუკაკაცია რა თქმა უნდა ჯეოქლინის რიგებში საკმაოდ ძლიერი ბატონო მოთამაშეა აქ ამაზე დატოვება იყო მაგრამ დაჩიბერაია შეცდომა იშვიათი მომენტი დარტყმა შემდეგ და თავად გამოასწორა ისევ დაჩი ანუ კარშიც დგას ეს ბაჭი კი ბატონო ჩვენ ფლანგიდან ხო ლაპარაკობთ კაცია ძალიან აკლია რედისონს იმიტომ რომ საკმაოდ გამორჩეული მოთამაშეა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა ამ ტურნირის ბატონო შეიძლება ითქვას რომ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ამ ტურნირის ფარგლებში არის კი ბატონო სწორედ მისი გადასვლა ჯეოქლინში რომელმაც საკმაოდ გააძლიერა ჯეოქლინი და ნახოთ ითამაშებენ ჯეოქლინის ფეხბურთელები თავიანთ მატჩს პარაგრაფის წინააღმდეგ სილაგაძე დარტყმა არ გადის ეს დარტყმული აღმოი მურუსიძე ერთ-ერთია რალამაზა დაპირებდა და ოდნავ დააკლდა ზალა დააკლდა ოდნავ აქ ტრავმა მიიღო ეს გოლი რო გაეტანა ელიგას არ ვიცი ფსიქოლოგიურად ვაჟა ერთულ სიტუაციაში იქნებოდა შემდეგ რედისონი ძალიან საინტერესო გუნდია ელიგა იმიტომ რომ პირველი 5 თროელი წაგებას თუ არ ჩავთვლით მარგოსთან წაგებაც ძალიან ლამაზი თამაში იყო და დატვირთული მომენტებით, გოლებით და ლამაზი პასებით. მოგებები ხო რა თქმა უნდა, ყველა ისეთი მოგებაა და ისეთი ლამაზი გოლებია გასული. კი ბატონო. იქ წაგებაც ძალიან საჭირო გადაწყვეტილებას მოყვა შემდეგ ხო ფრეი იყო და ბოლოს ძალიან გამოსილა მოთამაშემ ჩუხიშვილმა ახერხა და ბატონო. გამარჯვების გოლი გაიტანა ბოლო წამზე შეხვედრის და ესე დასრულდა ის შეხვედრა. ბომბარდირთა დავას რო შევხედოთ, ირაკლი მურუსიძე და საბა შალიკაშვილი 5-5 ბურთით არიან პირველ ადგილზე. მაფეხით იგერიებს პეპულიშვილი ბურთს. ხوار გახსენებს ელიგას შემადგენლობა გალაქტიკოს. ან ელიგას კი ყავს ეს ძლიერი ფეხბურთელები აქ დარტყმა იყო რედისონის მხრიდან, რომელიც ისევ არ წავიდა გარშიაც და გარს. ყავს ის შემადგენლობა, რომელიც შეცვლებზეც კი შემოდიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ამ ტურნირის წინა სეზონებში აქვთ ნათამაშები და დამტკიცებული აქვთ თავისი სიკარგე, ესე რომ ვთქვათ, აქ პატარა შელაპარაკებაა მოედანზე. რედისონის გულშემატკივრების მხრიდან არის რაღაცა რთულია და ალბათ ჯობია მალევე დასრულდეს ეს შეხვედრა. მესმის, მაგრამ პრინციპში ამოიწურა დრო და დაასრულა გუნდელი შეხვედრა. არბიტრმა ან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ელიგამ. დღევანდელ შეხვედრაში 4-1. საბა შალიკაშვილი, რა თქმა უნდა, საბა შალიკაშვილი გახდა დღევანდელი მატჩის MVP ამ ბიჭის 2 წუთმა პირველ ტაიმში მოახერხა და შეცვალა ამ თამაშის მთლიანი სტრუქტურა. კი ბატონო. მაშინ ასე მიულოცეთ გამარჯვება ელიგას, უსწროთ წარმატებული რედისონს, ჩვენ კი დაგებრუნდებით დაახლოებით 10 წუთში შემდეგი თამაში შეხვედრით. დროებით.